დავუბრუნდებით კვლავ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია, ვინც საკვალიფიკაციო პირობებს დააკმაყოფილებს. განცხადებების მიღება 5 აპრილამდე გაგრძელდება, სასურველ კანდიდატს კი სპეციალური ჟიური შეარჩევს. კონკურსი ოფიციალურად დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გამოაცხადა. მიხეილ გიორგაძის განცხადებით ნანა ჯანელიძემ კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა მეორე ვადით დანიშნვასთან დაკავშირებით უარი თავად თქვა და ამ საკითხთან ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს. ვაცხადებთ კონკურს კინოცენტრის ახალი დირექტორის შესარჩევად, შესაბამის ბრძანებას მოვაწერე ხელი, თითქოს ქალბატონი ნანას წასვლა არა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, არამედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სრული პასუხისმგებლობით. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა და რეალობასთან არანაირად ეს, ასე ვთქვათ, კავშირში არ არის. ვიცი, პირდაპირ ვიტყვი ჭორის დონეზე, რამოდენიმე სახელი და გვარი, ვინც აპირებს თითქოს და შემოიტანოს განაცხადი, ამიტომ ახლა ამაზე დავიწყო საუბარი, უბრალოდ არასერიოზული იქნება.